ჩვენ შემოგვიერთდნენ ბატონი გაიოს კანდელაკი ბიგ ბენდის დამაარსებელი და ბატონი ოთარ მაღრაძე ასევე ბიგ ბენდის წევრი, მოგესალმებით, პიანისტი. მოგესალმებით და სწორედ ალბათ თქვენით ბატონი გაიოზე არის ბატონი კახას მამა, რომელმაც დაიწყო სწორედ ეს ჯაზის შემოტანა, ასე ვთქვათ, საქართველოში და არა მარტო მისი შვილი, არამედ მთელი თაობა მოწამლა, მე მგონი ჯაზით. ჩვენი კომპანიის კონსულტანტიც არის ოფიციალურად და ამიტომ ვითვალისწინებთ ხოლმე რა ძველ გამოცდილებას. მისი გამოცდილება, რა თქმა უნდა. და რამდენად ვისაუბროთ აი ამ გამოცდილებას? რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის პირადად და აი როგორ დაიწყო ყველაფერი? მოდი ეს შეკითხვა თქვენთანაც გავამეოროთ. დიდი ხნის ისტორიაა. რა ვიცი, ეხლა ჩვენ ვართ ბავშვობის მეგობრები, თანამოაზრეები. ჯერ იყო და მაშინ ცით რო იყო ტენდენცია იყო უკვე საბჭოთა კავშირში რაღაცა ახალგაზრდული მოძრაობები იწყებოდა. და ეგრეთ წოდებული სტილი აგები ვინც პირველად და პირველი ჩვენ აი აქ ვართ ეხლა კიდევ მოსკოვში ცხოვრობს რამოდენიმე ადამიანი ხალხმა რომლებმაც შექმნით პირველი საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ კლუბი ბარათაშვილის ხიდ ქვეშ. ეხლა რაღაც კლუბია. ხო, ამირანი ნუ არ ერქვა, მერე ერქვა ამირანი, ხო, ჩვენ იყო ესე იგი რაღაცა ახალგაზრდული კაფე, იმიტომ ჯაზის სიტყვის ხსენება არ შეიძლებოდა. და სხვათა შორის აი ამ იმ კომუნისტების ლოიალობაზე იყო საუბარი, ძალიან კაი ხალხი იყო. მაშინ აც გარდაცვლია ჟიული შარტავა, მერიკ ადამიანია, ის როინ მეტრეველი, ნუგზარ ფობხაძე, რა ვიცი, აი ცეკაში დიდი თანამდებობები ჰქონდათ, გივი აბდუშელიშვილი, გორამ გაბუნია. ეს ხალხი იყვნენ ნამდვილი დიდი კომუნისტები იყვნენ და თავსათავეში იყო შევარდნაც. წარმოგიდგენთ, აი ამ პერიოდში მათ მოახერხეს ის, რომ ჯერ მეტეხის თეატრი დაგვიფინანსეს და გავაკეთეთ ჯერ სანდრომ რევლიშვილთან ერთად მეტეხის თეატრი და იქიდან მანამ ესე იგი დავიწყეთ აი ამ ჯაზ კლუბის კეთება და ყველა მუსიკოსი ვინც კი თბილისში რამეზე უკვე თამას ყურაშვილი, ოთარ მაღრაძე, რა ვიცი, ვინ არა ბატონი გივი გაჩილაძე კიევიდან ჩამოვიდა ის დნიპროს ხელმძღვანელი იყო მაშინ იქ ქართველი კაცი ზაურ ჭითავა გვეხმარებოდა ევგენი მაჭავარიანი არც გარდაცვლილა ხო ახსენებთ ხოლმე ბორის პეტროვი კაცი რომელიც მთლიანად ეს საინფორმაციო აი საქმიან რომ მიყავდა მაშინ არ იყო არც კომპიუტერი იყო და არაფერი ტექნიკა არ იყო ერთადერთი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ტელექსი, რომელიც თქვენ არ ვიცით რა არის. ბატონო გაიოს, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, საკმაოდ რაღაცა ლოიალური კომუნისტები იყვნენ, არა ეს ადამიანები. თუნდაც აი ხა მე 99 წლის ჯაზ ფესტივალზე რო ვთქვა, აი ხა არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ აი ამ ბუკლეტში ეიჩასთან ერთად არის შევარდნა. ხო ხა მე პოლიტიკურად ვერ დავყოფ ადამიანებს, ვინ ვის მოწონს და არ მოწონს. ის იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და როდესაც ჩვენ ეს ჯაზ ფესტივალი შენ გახსოვს ოთარ უკვე მივიყვანეთ და ბუჯონსონი იყო შვედი იმპრესარიო ჩვენი პარტნიორი. მივიყვანეთ ბოლომდე მოსკოვმა დაგვიკეტა ვარშავიდან ვიზა მოგცა რომ მთელი მუსიკოსები იქ მოვაგროვეთ ამერიკელები არტ ბლეკის მეთაურობით ფრედი აბარდი სანდრა ჯიმი სმიტი რა ვიცი ნუ რაღაცა სას პედერსენები და ნუ ეგეთი ფესტივალი იმ დროისთვის ვინც ჩვენ მოახერხეთ და 9 წელი მოგვინდა ჩვენ რომ ეს ჯგუფი წამოგვიყვანა 9 წელი გეგმავდით ვარშავაში ამას ყოველ წელს შავდიოდი ჯემბორეზე. ბატონო გაიოს, მაგრამ სანამ 99 წლის ჯაზ ფესტივალს მიუბრუნდებით, ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, რა პირველად დაარსეთ და ბატონო ოთარ ესეთი კითხვა მინდა დაკისვათ, ანუ იმისთვის რომ ჯაზ ფესტივალი პირველად ჩატარებული იყო საბჭოთა კავშირში, რაღაცნაირად ადამიანები მომზადებულები უნდა ყოფილიყვნენ, არა, იმისთვის რომ ჯაზ ფესტივალს დასწრებოდნენ, თუნდაც მუსიკოსები. აი საერთოდ ჯაზის სიყვარული როგორ შემოვიდა და ჯაზის გზა საქართველოში როგორია? რა ვიცი, მახსოვს მე ვიცი რომ უილის კონოვერის და ამერიკის ეს ერთ-ერთი ხმის ამ გადაცემით და ერთადერთი ალბათ მაშინ წყარო იყო რომ ყველა უსმენდით აი ამ გადაცემებს უილის კონოვერი იყო ის პიროვნება რომლითაც რა ვიცი ის გვამარაგებდა ამ ჯაზური მუსიკით ასე ვთქვათ და ნახშობდნენ ხო? ხო რა ვიცი აი ესეთი მახსოვს სახში მქონდა დნიპრო ესეთი ძველი მაგნიტოფონი და ის ლენტიანი პირველად რომ მამაჩემმა მოიტანა ეს ფირფირი ისა
გადაწერილი ოსკარ პიტერსონი იქიდან დაიწყო ჩემი სიყვარული და დღემდე რა ვიცი აი ესეთი გამომყვა ის მახსოვრობა იქიდან და ხო კონსერვატორიაში ქონდა მე დათო ჯაფარიძეს, ოთარ საგანელიძეს შენ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში ჯაზ ტრიო. იყო რაღაც კონცერტები. ხედავთ კადრებს ბატონი ოთარის. ეს აი ტელევიზიაშია C სტუდიაში გადაღებული. როცა ჯერ კიდევ მაშინ იყო ჩვენი კოლექტივი, აი გივი გაჩეჩილაძე მაშინ ჩამოაყალიბა პირველი ორკესტრი. და ის წლებია C სტუდიაში, ხო, საკმაოდ. ხო, ელექტროპიანო ქონიათ იმდენს. ხო, აი გრაფიანო, სხვა შორის ფენერი ინსტრუმენტი. და რა ვიცი, სამწუხაროა რომ აი ეს ეხლა აღარ არსებ მე ერევანში ვიყავი, გაკვირვებული მეკითხებოდი რომ როგორ ცენტრალურ ტელევიზიას არ აქვს ეს ორკესტრები. უნდა იყოს ჩემი აზრით სიმფონიური ორკესტრიც იყო, საესტრადო ბიგ ბენდიც იყო და ბევრ საქმეს აკეთებდა ის გაიოს მაშინ და ნუ რა ვიცი ჩვენ ყოველთვის ვსუდგმულობდით ჯაზით 78 წელი იყო ეს დამაგვირგვინებელი აი გაიოზის თაოსნობით რომ ჩატარდა ეს ფესტივალი იგივე ვაგიფ მუსტაფაზადე გამოდიოდა ჩვენი ძველი ნაცნობი და საკავშირო ფესტივალი დიდი მუსიკოსი რა? საკავშირო კი ძალიან ბევრი კოლექტივები გამოდიოდა 78 წელს უცხოეთში ვერ გავიხედებოდით ეს ამძალული იყო ნუ ეს და ჯაზ ფესტივალიც არ ერქვა ეს რუსულად რომ მივწერეთ თქვათ პრესას ვესენი რიტმი დავარქვით აბა რა გვიხნა იმიტომ რომ ჯაზს დავარქვით არა კაცო ჯაზი არა და ისეთ რამე ისექენით რევიდან გვეუბნებოდნენ ჭუმად ისე ქენ საწყალი ჩერქეზია მინსა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო გენიალური ადამიანი ინტელიგენტი მეუბნებოდა ნუ ცოტა რაღაც შეარბილეთ ბევრზე ნუიხმართ ამ სიტყვა ჯაზს და არ იყვნენ კაი ხალხი იყვნენ რა ეს თქვენი პაპები იყვნენ ხო და ჩვენი მამები ხო სხვა შორის მე მინდა ხაზი გაუსვა რომ ფილარმონიაც მაშინ როცა არსებობდა ძალიან ხარში გვედგა იცი დორიან კიდია ბატონი დორიანი მის თაოსნობით რამდენი გასტროლები ქონდა ნუ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო იმის მასშტაბით დონეცკის ფესტივალი მოსკოვის ფესტივალი ტალინში ვიყავი ჯაზ ფესტივალზე ნუ მოსკოვი თავისთავად მოსკოვი ხო ზამასკვარეთში და რა ვიცი მოსკოვის ფესტივალები იყო ლენინგრადის ასენი ლისე ეს ერქვა 85 წელს ცნობილი ბორის პეიარტაკს მიყავდა ისე ჩხებცა მაშინ კი და შემდეგ უკვე ბოდიში აი ამ მოგონებებს მაინტერესებს ანუ რისი შეცვლა მოახერხა ჯაზმა საქართველოში რეალურად პირველი ჯაზმენები ყველაზე პირველი მე ამბოხეები იყვნენ მათი სტილი იგივე 50-იან წლებში რომელიც ბიტნიკებმა გაიმეორეს და იგივე სიტყვა ჰიპსტერიც ჯაზმენის ასე ვთქვათ სინონიმია და აი საქართველოში თუ დაფიქსირდა რამე ცვლილება ანუ საქართველოში მოახერხა ჯაზმა რაღაც აი ამ მუხტის შემოტანა თუ უბრალოდ მელომანებისთვის არა მელომანები იცით რა ჯერ ერთი იყო ეს რა ძალიან ცოტა მელომანი ვინც აგროვებდა და ერთმანეთში ცვლიდით უცხოეთიდან ჩამოქონდა ფირფიტების ოფიციალურად არიყიდებოდა პირველი გიგანტი ფირფიტა მქონდა მე ესეც ვიყიდე ტალინში ვიღაც ხელზე ეს იყო მახსოვს Count Basie Kansas City 7 და იყო Little Devil იყო კიდევ ის რა ქვია ნემსედაკას დისკი გვაქვს ის დისკი კოლექტივში დღესაც და საქმე იმაშია რომ აი დასავლური მენტალიტეტის დასავლური მიდრეკილება ჩვენ ქართველები ევროპელები ვართ აი იქ დაიწყო ამ ხალხმა ამ მუსიკით თავის თავს ჩაავლო რომ ესენი მართლა დასავლეთის ხალხია და ეს მათია ეს მათი მუსიკა ეს ევროპიდან მოსული ამერიკიდან მოსული ეს მუსიკა რაც თქვენ უგონია თუ ევროპული ჯაზი ნაკლებია ან შვედური ან ჰოლანდიური ან ბრიტანული ჯაზი ძალიან დიდი მუსიკოსები იყვნენ და არიან დღესაც იქ და ესე იგი საიდანაც შეგვეძლო იქიდან შემოდია რა თქმა უნდა უილის ქანოვერის გადაცემებმა
ძალიან დიდი ესე იგი ბიძგიმიც ამას ყველაფერს და თან ჩუმად უსმენდით, იმიტომ რომ 13 მეტრს ვეიჭერდა ჩვენ გადაკეთებული ქონდა იმღებები და მაინც ახშობდნენ, მაინც უსმენდით. და აი ესე და თან ინტერესი ჩდება, აი როდესაც გიგზალავენ და რაღაცას მაინც მიაღწევ, ყველაზე დიდი ფასი მაგას აქვს. თქვენ თუ გახსოვთ ის, როდესაც мама უსმენს იმას, რაც აკრძალულია. ეს ალბათ ძალიან დიდ ეფექტს ახდენს რა. თუნდაც პატარაში მაშინ არ ვიყავ ამ ქვეყანაში. ანუ უფრო თავისუფალი იყო. რენტგენის ფურცლებზე ჩაწერილი. არა, ჩვენ დროს უკვე ნუ ახლა ჩვენ რო ოსკარ პიტერსონი პირველად ახლა ეს ოსკარისტები ვარ ჩვენ. მაინც დღემდე ჩვენ დღეს დარჩით რომ ჩვენ თვლით რომ ეხა ხო არის კაი ჯარეტი და ეს ყველაფერზე ეს ჩვენ თვლით რომ ოსკარ პიტერსონი არის უდიდესი პირველი ჯაზმენი ეს ტიკბენდი და ის რა ქვია რეი ბრაუნი ჩემთვის ბასისტი არის სამწუხაროა გაიგოს 73 წელი ზუსტად მახსოვს ის აფიშა სახში მაქვს სხვა შენახული უნდა ჩამოსულიყო თბილისში და ცნობილი ფაქტის გამო მოსკოვიდან გაიქცა. ხო და ტალინში აკცენტ დახვდნენ და ტალინში ჯასტუსში ინსტრუმენტზე უკრავდა. აი ოსკარმა რო აი ეს ყველაფერი, ეს ამ ყველაფერი მოგცა ჩვენ ბიზგიმის რომ ძალიან ბევრი თანამოაზრე გაჩნდა თბილისში უცბად და 78 წელს მოახერხე რომ ეს ჯაზ ფესტივალი ჩაგვეტარებინა პირველი ესე იგი ესენი რიტმი 24 კოლექტივი ჩამოვიდა და დიდი ფესტივალი იყო ერთკვირიანი. და ამან უკვე მის აი მთელი მოსკოვის, სხვათა შორის მოსკოვის მისი რა ქვია ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოსკოვიდან ეს მთელი ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან ჯაზმენები, ვინც კი ნავასიბირსკი, ისა კიმ ნაზარეტოვის ბიგ ბენდი ჩამოიყვანეთ როსტოვიდან და მოკლედ გავხდით ჩვენ ცენტრი, ეპიცენტრი გახდა მთელი ამხელა ტერიტორიის, საბჭოთა კავშირი იყო უზარმაზარი ქვეყანა იყო. მე ნელ-ნელა ესე იგი ამ ფესტივალმა შედეგი მოგცა იმისა, რომ უკვე სავიეტსკოი კულტურაში, პრავდაში დაიწერა პირველ კომუნისტურ გაზეთში ამ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია გაძვრა. ეხა ინფორმაცია როგორ გაძვრა? გაძვრა იმიტომ რომ ის ჟურნალისტები, ვინც იყვნენ ჩამოსული, ზოგიერთი იმისი შვილი იყო, ან ვიზაშვილი იყო, იმისი თქვა ცეკასდივნების და ისინი ხარჯ გვიჭერდნენ მოკლედ. აქ რო ჩვენი ცოტა უნდათ მოჭერა, იქიდან რეკავდნენ დაანებეთ თავი ამ ხალხს. იყო ეს მომენტები, ძალიან ხო წელმანაც შეგვიძლია მე დავჭერდეთ და მოგიყვეთ ძალიან ბევრი სიძნელი გადავიტანეთ. ის კი არა ლოზუგი იყო, ტისივოდი იგრაის ჯაზ, ზატ როძინ უპრადაში იყო რა. შუამშობლოს გამყიდველებად ჩაფრთხილდა. და გახსოვთ პირველი შემსრულებელი, ვისაც მოусმინეთ? როგორ არ მახსოვს? ჯუკენინგტონის ბიგ ბენდს მოусმინე, სულ პირველად ვილის ქანოვერის გადას როგორ არ მთელი ტრეინი. ლაივში. ლაივში. არა. ლაივში ჯონს მილუის მოусმინე 72 წელს უკვე აქ ჩამოვიდნენ, ბავშვები ვიყავით, მაი რაღაცა წაღვერიდან გამოვიპარე დედას და მამას, მე და გია ბაბუნაშვილმა მამა განქანა მოუპარა მამამის. და აბე დაყავდა მაშინ და ჩამოვედი და საროჭია გაფრინდა იქიდან. მანქანის უკანა ფანჯარაზე დავდეთ და ისე ჩქარა მოდიოდა რომ ესეთი კუსავით იყო ეს მანქანა. აბედა თუ გინახე რა. რო წამოვედი გაფრინდა და რო ჩამოვედი საროჭიები რა სპორტ სასახლეში იყო ეს კონცერტი და მაიკებში ვიჯექი. გიჟემა ჩართვალ. მაიკებში საროჭია ვერ მოასწრები. ბატონო, თქვენი პირველი შემსრულებელი საყვარელი, რომელმაც შეგაყვარათ ჯაზი მამის გარდა, ესე იგი. ნუ, როგორც თქვა, აღნიშნა, კოლექცია ქონდა ჩვენ ვინილების სახში და მე დავიწყე პირველად, ნუ პატარა ვიყავი ძალიან, მე ბიტლებიც იყო ყველაფერი, მაგრამ რაღაც თუ დავიწყე მუსიკა, ჯონ კოლტრეინის მერე დავიწყე ამ ჯაზის მოსმენა თავიდან თან რატო დავიწყე? იმდენად რთული იყო და როგორ უსმენს მეთქი მამა ჩემი და თავი მოვიკალე სანამ არ მომეწონა და ბოლოს უკვე ყოველ დღე უსმენდი, ერთი თვის განმავლობაში ალბათ. ბატონ მიშასთან ერთად თუ? არა, მიშა მე ჩვენ წყალბურთელები ვიყავით დინამოს გუნდში და თამაშობდა და საქართველოს ნაკრებშიც ვიყავით და მე უკვე მე შევიტანე ეს მუსიკა გუნდში. და როცა ვარჯიშს მე ვისვენებდით იქ სხვადასხვა რაღაცებს, მოგეთ ამათი დიჯეი ვიყავი მე და ასმენიებდი მე როცა შაბათი იყო ჩვენ აგარაგზე მაგალითად მაშინ პირველად მე მგონი ქალაქში მე ჩემთან იყო ეს 2 დისკიანი ხა დიჯეი იმას რო ეძახიან ვინილების დასაკრავის სეტს, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით ეს მიქსები, იმიტომ არ რაღაც
ვაბავდით ერთმანეთს რაღაცნაირად ნონ-სტოპს ვაკეთებდით ამ რაღაც დისკოტეკებს ვაწყოდით, მოკლედ მაშინ ბარები არ იყო და ჩვენთან ხდებოდა ესეთი რაღაცა და მთელი ქალაქი ელოდებოდა როცა ჩვენ ვარჯიში არ გვექნებოდა და შაბათს იკრიბებოდნენ ჩვენთან წავკისი იყო მაშინ ესეთ აგარაგზე და იქ მიდიოდა რა ვიცი ცეკვა და მოკლედ მაგარი დისკოტეკა ქონდა იქ და მე ვიყავი დიჯეი და სხვათა შორის ძალიან საინტერესო მუსიკაზე უწევდათ არასტანდარტულზე გართობა ვიდრე სხვა დაბადების დღეებზე იყო ქალაქში და ამიტომ რაღაც ნელ-ნელა საქმე და მახსოვს ჩემი გაუგნება როდესაც კახამ პირველად XX მომასმენინა მეუბნებოდა მოусმენ ნახე არც ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი არ არის იქ და ყველაფერი რაც გესმის ეს ასე ვთქვათ მათი ვოკალის შედეგი არის და მართლა დღემდე მახსოვს ეს პირველი შტაბეჭდილება აბსოლუტურად გაუგნებული ვიყავი და მართალია ასე ვთქვათ კახამ იყო შემომტანი აი ამ ახალი მუსიკის, ახალი რაღაც შტაბეჭდილებების ჩვენ ცხოვრებაში და მე ეგ საქმე დავიწყეთ უკვე გართობი და ხა გადმოვიდა უკვე ბიზნესში და უკვე ქვეყანაზე გავცელდა ასეთ ფესტივალების უკვე ვინილებით კი არა უკვე არტისტებით დავიწყეთ რა. კი, ორივე ფესტივალი ბათუმიც და თბილისიც დიდი ხანია თბილისი ცხადია კიდევ უფრო დიდი ხანი თავისი ხანგრძლივი ისტორიის გამო ორივე ფესტივალი ოფიციალურად ჩართული არის ევროპის ყველაზე პრესტიჟული არა მხოლოდ ჯაზის, მუსიკალური ჯაზ ფესტივალების კალენდარში და ამის გამო თუ ადრე ჩვენ გვიწევდა გამოძებნა არტისტების პირდაპირ მნიშვნელობით ყოველ დღე მოგდის მილიონი შეტყობინება ელექტრონულ პოსტაზე, სადაც არტისტები მათი აგენტები გვატყობინებენ დაგეგმილ ტურებს, გეგმებს და ასე ვთქვათ, გვეკითხებიან და ხშირ შემთხვევაში გთხოვენ კიდევაც რომ ამა თუ იმ არტისტმა მიიღოს მონაწილეობა თბილისის ამ ბათუმის ფესტივალზე. მაგალითად, სულ რამოდენიმე თვის წინ უარის თქვა მოგვიწია ბიონსეზე, რომელიც 14 მარს გვთავაზობდა თბილისში კონცერტს, მაგრამ აქ უბრალოდ ძალიან ჩქარა უნდათ პასუხი და ჩვენ ამ ხედავ თანხებს ვერ მოვიძიებდით ესე ჩქარა და ამიტომ ვთხარით რომ next time გადავდოთ სხვა პერიოდისთვის და ესეთი რაღაცები დიდი პოპ სტარების ესეთ შემოთავაზებები ძალიან ხშირად და ირის მერე გაიზარდა ეს პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით. ეს მოიტანა ცხადია ამ გამოცდილებამ და ისტორიამ ანუ რაღაც მოვლენასთან არ არის დაკავშირებული ხო? კონკრეტულ მოვლენასთან არა, ამ წლების განმავლობაში ხდება, როგორც თქვი, ამ ისტორიამ და გამოცდილებამ მოიტანა, რაც ამ ფესტივალებს გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციულობას ფესტივალის და უწყვეტ ამ ტრადიციის უწყვეტობას, ეს მომენტია, როდესაც ფესტივალი თავის ავტორიტეტს ამაღლებს მთელ მსოფლიოში და ძალიან ბევრი არტისტი გვეუბნება იმის შესახებ, რომ ამ ფესტივალების ავტორიტეტი ძალიან ბევრად წინ უსწრებს, ასე ვთქვათ. მე მგონი თვითონ ეს არტისტებიც უწყობენ არა ამას, იმიტომ რომ ძალიან როგორც მათი მენეჯერები გვეუბნებიან, საშინელი ჭარიკნები არიან უმრავლესობა არტისტების. ყველა ტურნეს მერე ერთმანეთს უზიარებენ შტაბეჭდილებებს, სად როგორ რანაირად ჩაიარა გასტროლმა, სად იყო ვთქვათ მინუსები რა იყო, პლუსები იყო. ცრუ თავდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ უმაღლესი შეფასება აქვს. დღემდე არც ერთი უარყოფითი არ ქონია არც ერთ ფესტივალს, არც თბილისის, არც ბათუმის და უფრო მეტიც მხოლოდ უმაღლესი შეფასებები აქვს ორივეს. მაგალითად ნატალი კოლის შემთხვევაშიც ხო იქ რამოდენიმე კონკურენტი ქალაქი ყავდა ჩვენ, იგივე რომი იყო, სხვა იტალიის რამოდენიმე ქალაქი იყო, საბერძნეთიც, მაგრამ მის სააგენტომ რეკომენდაცია თბილისზე მიცა, იმიტომ რომ იმდენად კმაყოფილი წავიდა ამ სააგენტოს არტისტები, როგორც მეისი გრეი და ერიკა ბადო იყო, რომ ნატალი კოლიც მათი მეგობარიც არის და ესე დათანხმდნენ და უკვე რა ვიცი, ერთი კვირა უკვე სულ ყოველ დღე გვესაუბრება მათი ტურ მენეჯერის და უკვე რაღაცებს ითხოვს, იცის რომ თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, რაღაცა რო ვერ ასწრებენ დათვალიერებას, რა შეიძლება უცებ ამ პერიოდში ნახონ, ან რო რა გასინჯონ აქაური თქვათ რამე ღვინო ან რაღაცები და ამიტომ უფრო ინტერესით მოდიან აქ და დიდი სიხარულით და იმ ქვეყნებში უფრო აინტერესებთ ჩამოსვლა, სადაც არ არიან აქამდე ნავყოფები, ნო?
რამდენიმე საკითხი იყო, რაზეც ვერ მოვასწრეთ, გვინდოდა გვესაუბრო ქართულ შემსრულებელებზე ამ ფესტივალზე, იგივე Big Band-ი რო უკრავს თბილისი მოლში და იქ. მოკლედ, მაგრამ მინდა ასე დავამთავროთ, რომ ბატონ გაიოს და ბატონ მიშას მინდა თხოვო, რომ შევაფასოთ ოთარს ბოდიში ფესტივალი. ანუ რას უსურვებთ ჯაზ ფესტივალზე? რას უსურვებდი, რა ვიცი. რასაც ადონი კახა აკეთებს და ადონი მიშა, ისე პრომოუშენი, ალბათ ეს ისეთი საქმეა, საჭირო საქმეა და საშუალო საქმე. ჩვენთვის, ჩვენი კულტურისთვის, მუსიკალური კულტურისთვის, რომ მადლობის მეტი რა გვეთქმის, როგორც სმენელებს, ასევე მუსიკოსებს. ბატონ გაიოს თქვენ ალბათ იგივეს ბოდიში. მე ახლა რა მინდა თქვა, რომ თბილისის Big Band-ი ხვალ თბილისის ჯაზ ფესტივალის შეხვედრასთან დაკავშირებით მერიამ ეს გვერდში უდრეს ამ ფესტივალს და ჩვენ მათთან შეთანხმებით ესე იგი გამოვდივართ უამრავი ალბათ მოქალაქე ჩადის ყოველ შაბათს 4 საათზე იქ და ერთგვარი აი ესეთი სარეკლამო ის იქნება რომ იწყება ჯაზ ფესტივალი და ჯაზ ფესტივალის შეხვედრისთვის თლიან კონცერტს ვაკეთებ თავის ვოკალით, თავის ინსტრუმენტალური მუსიკით. თბილისი მოლში. თბილისი მოლში. ისე რომ 4 საათზე იწყება ეს კონცერტი და თავის უფასოა და ჩავლენ ესე იგი აი ესეთი მხარდაჭერი წელს, მაგრამ ძალიან მაგარი პროექტები გვაქვს ჩვენ თბილისის Big Band-თან მომავალში, აი ეს ალბათ ის პრომოუშენი მოგვეხმარება ამაში და ეს მინდა რომ დავაფიქსირო რომ მარტში აი კულტურის სამინისტრო იხილავს ახლა ჩვენ პროექტს რომ New York Voices ვოკალისტებმა ერთმა ჯგუფმა თანხმობა განაცხადა ამ ორკესტრის მოსმენის შემდეგ რომ მარტში იყოს თბილისის Big Band-თან ერთად აქ ერთობლივი კონცერტი. ძალიან დიდი მადლობა. არის უკვე რაღაც ასწავლეთ ჩვენთვის. დიდი მადლობა. მოკლედ ალექს ეს არ იყო მთელი ეს ჯაზი ჯერ არ ვინახავს ჩვენ წინ გველოდება ძალიან საინტერესო ფესტივალი. დიდი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. წარმატებები ფესტივალს. ჩვენ კი სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით.